საქართველოს თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ-ბეტონის 11 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც 7.6 კილომეტრის სიგრძის ახალი გვირაბის მშენებლობას და მდინარე ჭოროხზე 1471 მეტრის სიგრძის ხიდის აგებას ითვალისწინებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით შენდება და მისი დასრულება 2028 წელს იგეგმება. ახალ მაგისტრალზე მთლიანობაში 620 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. პროექტთან დაკავშირებით 25 დეკემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა ნებართვა გასცა, რასაც წინ საჯარო განხილვების რამდენიმე თვიანი პროცესი უსწრებდა, რა პერიოდის განმავლობაშიც პროექტში მცირედი კორექტირებები შევიდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში BMG-ს განუცხადეს, რომ პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება 2025 წელს იგეგმება. მომდევნო წელსვე არის ნავარაუდები სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც, რაზეც 35 ლარი უნდა დაიხარჯოს. ახალი მაგისტრალი დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ახალი პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ რამდენიმე კორექტირების შემდეგ პროექტზე გარემოს დაცვითი ნებართვა გაიცა. საქართველოს რკინიგზამ ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროსთან 17 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ახალი სარკინიგზო ხაზის 8.3 კილომეტრიანი გვირაბის უსაფრთხოების სისტემით აღჭურვის პროცესი უნდა დასრულდეს. შესაბამისი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც 2011 წელს დაიწყო და ის სრულად დღემდე არაა გახსნილი. პროექტის ფარგლებში ჯერ კიდევ 2017 წელს გაიჭრა 8.3 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, თუმცა ეს გვირაბი დღემდე არა აღჭურვილი უსაფრთხოების სისტემებით, რაც სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის დაწყებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ახალი მონაკვეთის გახსნა შესაძლებელს გახდის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის სიჩქარე არსებული 80 კმ/სთ-დან 120 კმ/სთ-მდე გაიზარდოს, ხოლო უშუალოდ უღელტეხილის ახალ მონაკვეთზე გადაადგილების სიჩქარე 50 კმ/სთ-დან 80 კმ/სთ-მდე გაიზრდება. დასაქმების ბაზარზე შენელების ნიშნებია. ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით JobsG-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა თითქმის 21%-ით 6218-მდე შემცირდა. EMCG-ს დასაქმების ტრეკერის მიხედვით, ივნის-ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდაც შენელდა და მხოლოდ 2.8% შეადგინა. კვლევით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ ვითარებას გავლენა შრომის ბაზარზე უკვე აქვს და ბიზნესის ნაწილი ახალი კადრების აყვანისგან თავს იკავებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ როგორც მინიმუმ შემდეგ კვარტლებში დასაქმების მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აღარ უნდა ველოდეთ. ეს ფაქტი არის ის, რომ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებითაც 9% არის შემცირებული და ეს ყველაფერი გამოწვეული არის ბაზარზე არსებული გაურკვევლობით, ვინაიდან ბიზნესმა არ იცის, რას უნდა ელოდოს, შესაბამისად გადაწყვეტილება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე რთულად მიიღება, ან საერთოდ არ მიიღება, შესაბამისად ეგუებიან ამჟამინდელ მდგომარეობას და ახალ ვაკანსიებს არ აცხადებენ. რეალურად მოლოდინები არის, რომ გაგრძელდება როგორც მინიმუმ არ გაუმჯობესდება ეს მდგომარეობა და გაგრძელდება იქამდე, სანამ გაურკვევლობა იარსებებს. მომდევნო დაახლოებით 2 კვარტლის განმავლობაში მოსალოდნელი არის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და ისევ უარყოფით ველზე იქნება შრომის ბაზრის მდგომარეობა. იმას, რომ ქვეყანაში არსებული გაურკვევლობის ფონზე ახალი კადრების აყვანის პროცესი შეფერხებულია, ადასტურებენ ბიზნეს სექტორშიც. საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია InSource-ში ამბობენ, რომ არაერთ სექტორში გამოჩნდა ტენდენცია, რომ კომპანიები ახალი კადრების აყვანისგან თავს იკავებენ, თუმცა მიღმა ამისა, მოსალოდნელია, რომ შემცირებული გაყიდვების და შემოსავლის ფონზე ბიზნესს სამომავლოდ ნაკლებად ექნება შესაძლებლობა დასაქმებულებს ანაზღაურება გაუზარდონ. გადავადებულ საინვესტიციო პროექტებს და ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის შემცირებას მომდევნო თვეებში გავლენა უშუალოდ შრომის ბაზარზე და დასაქმების მაჩვენებლებზეც ექნება. ასეთი მოლოდინი აქვს იურიდიულ კომპანია GLCC-ში. ცხადი და გასაგებია, რომ ახალი ინვესტიციების თვალსაზრისით შემცირება იქნება, ანუ დასაქმების გაზრდა და გაზრდის ტემპები შემცირდება, მაგრამ ზოგადად კრიზისულ პერიოდს მაინც მომავალი წლის იანვრის ბოლოდან ველოდებით. ანუ მოლოდინი არის, რომ ნამდვილად ამ თვალსაზრისით გართულდება მდგომარეობა, თუ შეჩერდება ევროპის გზაზე ინტეგრაცია, თუ გაიზრდება სანქციების და თავისუფალი მიმოსვლის მიმართ შეზღუდვები. თქმა უნდა, ბიზნესის დიდი ნაწილიც აფიქრდება განახორციელებს თუ არა ის ახალი
კადრების მოძიება, რომელსაც აქამდე ახორციელებდა და ხო არ ჯობია საერთოდ ვიფიქროს შემცირებაზე. ღევანდელი ჩვენი მოცემულობა სადღაც 2 თვეში, ანუ 2-3 თვეში ძალიან კარგად გამოჩნდება დასაქმების ბაზარზე და პირველი სიგნალები უკვე არსებობს. გრძელვადიან პერსპექტივაში ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო ესეთი ფრთხილი გადაწყვეტილებები გაიზრდება, ვაკანსიების და დასაქმების ტემპის შემცირებას უნდა ველოდოთ და ვფიქრობ, რომ ალბათ ესეთი ანაზღაურების სტაგნაციასთანაც გვექნება საქმე, იმიტომ რომ დოლარის თუ ვალუტის გაცვლით კურსი არასტაბილურია. შესაბამისად ეს ბიზნესი ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და იგივე ანაზღაურება ბუნებრივად და ლოგიკურად სტაგნაციას დაექვემდებარება. მიღმა სამომავლო პერსპექტივისა ბუნებრივია ისმის კითხვა, რამდენად შეძლებენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები არსებული კადრების შენარჩუნებას. შექმნილი არასტაბილური ვითარება ყველაზე ნეგატიურად ამ დროისთვის სტუმართ მასპინძლობის სექტორზე აისახება. რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დარგი ახლა ყველანაირად ცდილობს დასაქმებულების შენარჩუნებას, თუმცა რამდენად მოახერხებს ამას, ყველა ტურისტული ობიექტი კითხვის ნიშნის ქვეშაა. 1/13 დაახლოებით ჩვენ უფრო უარესი სურათი გვაქვს, ვიდრე ამავე პერიოდში შარშა. რაც შეეხება კადრებს, კადრები პრინციპში ძალიან კბილებით გვიჭირავს, იმიტომ რომ კადრი ძალიან ჭირს. უნდა ძალიან გავიჭიროთ. კიდე უარესი თვე არის იანვარი. ამასე უარესი არის იანვარი და თებერვლის პირველი 3 კვირა არის კატასტროფა. ნუ პლუს ეს პროტესტები არ ამგონია, რომ ესე მალე დამთავრდეს. და ნუ ახლა გასაგებია ხო სადღაცა ეკონომიკის მიზნით დენს თიშავს ადამიანი და წყალს და რაღაც ეგეთებს ნა კადრების გაშვება ყველაზე ასე ვთქვათ პრობლემურია მაგრამ ვიღაცა ნამდვილად ვერ გაუძლებს და ახლა ძლივს გადავიხადეთ იჯარა ძლივს გადავიხადეთ ბღგ ბოლო პერიოდში დასაქმების მაჩვენებლები უმჯობესდება და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 13.8%-მდე იყო შემცირებული, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით მოლოდინია, რომ მომდევნო კვარტლებში როგორც მინიმუმ შრომის ბაზარზე არსებითი გაუმჯობესება არ იქნება. ჰოტელიერ შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით ბოლო 6 თვეში 9 სასტუმრო მიმართულება შეიცვალა. ზოგიერთი სასტუმრო კამპუსად გადაკეთდა, ზოგი ოფისად, ზოგი საავადმყოფოდ და სარეაბილიტაციო ცენტრად, ძირითადად ყველა თბილისში იყო. განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა BMG TV-ს გადაცემა წერტილში სტუმრობისას. მისი თქმით, დღესდღეობის სასტუმრო ბიზნესი თბილისში მოგებიანი აღარ არის, რადგან ინვესტიციის უკუგებას 20-25 წლამდე სჭირდება, ამასთან მოგებიანობას ამცირებს სასტუმრო ოთახების გაზრდილი რაოდენობა. კონკურენციიდან გამომდინარე თბილისის მასშტაბით 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები წლიურ წრეში იმდენად დაბალ მარჟაზე მუშაობენ, რომ სასტუმროებს 70%-ით ნაკლები მოგება აქვთ, ვიდრე ჰქონდათ 2015-2016 წლებში. შესაბამისად, დღეს სასტუმროს ბიზნესი მოგებიანი არ არის, განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაერთიანების წევრმა 221 კომპანიამ 1-დან 14 დეკემბრის პერიოდში 5.291.604 ლარის ზარალი მიიღეს. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესასწავლად ტურიზმის სფეროში. ნათქვამია გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და დეკემბრის 2 კვირის ჭრილში ჩატარებული გამოკითხვის ანალიტიკურ შედეგებს აზიარებენ. გამოიკითხა 221 ორგანიზაცია, 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი. საერთო ზარალი ლარში 5.291.604-ია. ჯავშნების გაუქმების კოეფიციენტი გამოკითხულთა 34% აფიქსირებს 50%-დან 80%-მდე გაუქმებას. მიმდინარე გაყიდვების შემცირება გამოკითხულთა 43% აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50%-დან 80%-მდე. წერია გამოკითხვის შედეგებში. IPM Market Intelligence Caucasus-ის მიერ დასრულებული კიდევ ერთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა უჭერს მხარს. კითხვაზე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თუ არა უკლებრივ ყველა აქციის დროს დაკავებული, პასუხები ასე ნაწილდება: 72% დიახ, 17% არა, 11% არ ვიცი ან უარი. გამოკითხულთა
64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში. თბილისში ჩატარებულ აქციებს შორის ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშია, რომელსაც სტუდენტების მარში მოსდევს. სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24-დან 25 დეკემბრის ინტერვალში. გამოგითხრა 18+ ასაკის 300 მოქალაქე. კვლევის დონირება 95% დობის ინტერვალში არ აღემატება +-3%-ს. მარტივად მოხდება ადამიანების გათავისუფლება. გიგა სოფრომაძის ეს კომენტარი 11 დეკემბრით თარიღდება. თბილისის მერიის თანამშრომელი მაშინ ელოდა, რომ მისი სამოქალაქო და ევროპული პოზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. არ გვაქვს ჩვენ დრო და ფუფუნება და რესურსი იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკება გადავდოთ 4 წლით და ბოლო 2 წელიწადში ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. ის 9 პუნქტიანი შეთანხმება რაც არის გადებული და რაც წინაპირობა არის ჩვენი წევრობის უნდა იქნეს შესრულებული. ანუ იქ არის დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბარი, იქ არის სამართლიან არჩევნებზე საუბარი და ისეთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე საუბარი, რაზეც ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფუნქციონირება ზოგადად და არსებობა, რაც მოგწონს. ამ განცხადებიდან და საჯარო სამსახურის კანონის მიღებიდან 16 დღეში კალაძემ გიგა სოფრომაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. გიგა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას მოაწერა ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ ხელმომწერები ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგეს ემიჯნებიან. სავარაუდოდ მისი პროტესტებია მიზეზი, რის გამოც ის 1 იანვრიდან მერიაში ვეღარ იმუშავებს. ბატონო კახა, მოგახსენებთ, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში დაცაქმებულია შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე. შრომითი ხელშეკრულებით მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროგრამის კოორდინატორის მოვალეობის შესრულება. გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა საჭიროებას აღარ წარმოადგენს. საჯარო მოხელეს მიაჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი მისი საჯარო აქტიურობა და ოცნების პოლიტიკის კრიტიკაა. გიგა სოფრომაძის თქმით, ის ამ დრომდე შევიწროებისა და რეპრესიის მსხვერპლი იყო. აღწერილობაში არაფერი წერია ისეთი, რაც სამართლებრივ დასაბუთებას ეყრდნობა და პირობა არის ის, რომ ანუ ჩვენი აქტიურობა რაც ხდებოდა ის აქციებზე გამოსვლა, ის ღია მიმართვები და განცხადებები. ჩემ შემთხვევაში იყო მაგალითად რეპრესიების ესეთი ფორმა, რომ ჩამომაშორეს საქმიანობას, მაგალითად ის წერილები და პროექტები, მაგალითად რომელიც აქამდე ჩემთანაც შემოდიოდა, მეც ვიყავი ჩართული მათ განხილვაში, გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს საერთოდ ჩამოშორებული აღმოჩნდა ამ პროცესები და კალაძის გათავისუფლების ცნობაში აღნიშნულია, რომ გიგა სოფრომაძეს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. თუმცა, ვინაიდან საქართველოში სასამართლო პროცესებს დიდი დრო სჭირდება, შესაძლოა მან სამართლიანობის აღდგენა ვერ მოასწროს. მით უმეტეს, გზაშია კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლოში დავა ფაქტობრივად აზრს კარგავს. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირი სასამართლო საჩივარი ახალი კანონის მიხედვით გადაწყვეტილების მოქმედებას არ შეაჩერებს. არასამთავრობო სექტორი და პროფკავშირები ამ კანონს ჯერ კიდევ მის მიღებამდე აკრიტიკებდა. ჩვენ მანამდეც მოვისმინეთ, მათ შორის კახა კალაძის განცხადება, ასევე მინოცილოს სამს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით გამოხმაურება, რომ გადახედავდნენ იმ თანამშრომლების საკითხს, რომლებმაც პროტესტი დააფიქსირეს ქართული ოცნების მიერ შეცვლილ კურსზე და მას რომ საჯარო მოხელეებისთვის ეს არის გზავნილი, რომ თუ ისინი ამოიღებენ ხმას და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლებენ, მაშინ მათ წინააღმდეგ შეიძლება უკვე აი ამ ლეგალური გზებით ანგარიშწორება მოახდინონ და გაათავისუფლონ სამსახურიდან. საჯარო მოხელეები ელიან, რომ ახალი წლიდან მათზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. მით უმეტეს ოცნებამ უკვე მიიღო კანონი, რომლის მიზანი რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა ისე, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელემ საჯარო სამსახურის სისტემაში შემოbrunდება ვეღარ შეძლოს. იმ საჯარო მოხელეების გასაძლიერებლად, რომლებიც შესაძლოა პარტიულ ზეწოლას დაექვემდებარონ, პროფკავშირები დაფუძნდა. იქნება კონსოლიდირებული, ორგანიზებული ქმედებები, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს მხარს დაუჭერთ უფლებრივ მდგომარეობაში აღდგენის პროცესში, ასევე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მათ შორის სხვადასხვა სახის თანამშრომლობების გზით და ასე ვთქვათ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა. ერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასეთ დროს ინდივიდუალურად დარწმუნების ქვეშ მოქცევა გაცილებით უფრო დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული და
ერთობის ფარგლებში ამის დაძლევა გაცილებით იოლია. და ასევე ჩვენი თავარი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება საჯაროობა და თანამშრომლობა მედიასთან. პარლამენტში მარტო დარჩენილმა ოცნებამ კანონ პროექტს მხარი უკვე დაუჭირა. კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს კანონს, შალვა პაპუაშვილი მაინც აამოქმედებს. ქართულ ოცნებაში ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ დაგეგმილი ცვლილებები საჯარო სექტორს გააჯანსაღებს. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ კანონი ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპულია. აი ასეთი ტიპის დიდი გაბარიტების მქონე მანქანები ამათაც სადისტრიბუციო მანქანებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე. დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება იზღუდება. რეგულაცია ძალაში 1 იანვრიდან შედის. ცვლილებებით ბიზნესი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მერია დისტრიბუტორებს შეზღუდვების სრულიად განსხვავებულ სცენარზე ელაპარაკებოდა, რაც მოგვიანებით შეიცვალა. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში გვიხსნიან, რომ კერძო სექტორი ღამის დისტრიბუციის რეჟიმზე გადასვლისთვის ემზადებოდა. ახალი გადაწყვეტილება კი ბიზნეს ოპერაციების სრულიად გადაწყობას საჭიროებს, რისთვისაც კერძო სექტორი მზად არ არის. არის ორი რადიკალურად განსხვავებული პროცესი, რადიკალურად განსხვავებული მომზადება ჭირდება და თუ კომპანიები ამ თვეების ჭრილში ემზადებოდნენ ღამის დისტრიბუციისთვის იმაზე, რაზეც დედაქალაქის მერია საუბრობდა, დღეს დადგნენ უკვე ისეთი პრობლემის წინაშე ამ დილის საათის რეგულაციის შემოღებით, რომელსაც ფიზიკურად ვერ შეძლებენ რომ შეასრულონ. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს ფასზე 11 და 5 საათამდე შუალედში ფიზიკურად ვერ შეძლებენ მაღაზიების მომარაგებას, ხოლო 8 საათის შემდგომ აღარ რჩება უკვე ობიექტი, რომელსაც ეყოლება მიმღები პროდუქციის. ღამის დისტრიბუციის საკითხი რომ არ განიხილება, ადასტურებენ თბილისის მთავრობაში. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ დისტრიბუტორები საშეღავათო პერიოდით 1 წელზე მეტხანს სარგებლობდნენ და დღეს საუბარი იმაზე, რომ დისტრიბუცია შეფერხდება, არასწორია. მისი შეფასებით დისტრიბუცია ქალაქის მასშტაბით შედარებით მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებებით არ იზღუდება. თვითონ სტატისტიკა რამდენი მანქანა არის N2 და N3 კატეგორიის დისტრიბუტორებს არ მოუწოდებია, თუმცა დისტრიბუციაში ჩართული არის მათ შორის M2 კატეგორიაც, რომელსაც არ ეხება შეზღუდვა და N1 კატეგორიაც შესაბამისად ის რომ შეუძლებელია დისტრიბუცია ამ პერიოდში, ამ დილის და საღამოს პიკის საათებში არ შეესაბამება სიმართლეს. პროცესების გადაწყობა რომ შესაძლებელია არ უარყოფს ამას ეფის საქართველოს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი. თუმცა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გვიხსნის, რომ ბიზნესი ახალ სქემაზე კი ადაპტირდება, მაგრამ გაეზრდება ხარჯები, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე. მისი შეფასებით, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები 10-15% გაწყვეტილდება. ეს ხარჯები აისახება გაყიდული პროდუქციის ფასში. ჩვენი შეფასებით დისტრიბუტორებთან ასე ვთქვათ, ურთიერთობის საფუძველზე და მწარმოებლებთან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 10-დან 15%-მდე გაიზრდება პროდუქციის ფასი უკვე სუპერმარკეტებში, მაღაზიებში. ხო, რაც ამავე დროს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასმელები არ არის ეს არაალკოჰოლური და ალკოჰოლური ლუდი, არ არის პირველადი მოხმარების შესაბამისად ჩანაცვლებადი პროდუქცია და რაც ასევე გამოიწვევს შემცირებას გაყიდვების. ეს არის ეგრეთ წოდებული offset-ი, რომ მომხმარებელი ვიხდით ფულს იმისათვის, რომ მაგალითად შემცირდეს საცობები. თუმცა ამაში ეწუნება არება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთ-ერთი თავარი მიზეზი თბილისში არსებული საცობების. გამოწვევებზე საუბრობენ რიტეილერებიც. მსხვილი სუპერმარკეტების გაერთიანებაში თვლიან, რომ შეზღუდვები, რომლის ამოქმედებასაც მერია აპირებს, შესაძლებელია, რადგან აუცილებელია როგორც რიტეილში, ისე დისტრიბუციაში დასაქმებულ ადამიანებს 8 საათიანი უწყვეტი სამუშაო ციკლი ჰქონდათ. მაგალითად, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე. ასოციაციაში ამბობენ, რომ საკითხზე მერიასთან კონსულტაციები გაგრძელდება. წარმოუდგენელია იმ პერიოდში, როდესაც დაშვებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ეს არის დღის 11 საათიდან 5 საათამდე, აი ამ მონაკვეთში იქნეს დაქირავებული მხოლოდ თანამშრომლები. ვერც თანამშრომელს ვიშოვით, იმიტომ რომ ანაზღაურებად შესაბამისი იქნება საწყობები აქ ქალაქგარეთ, ოთხევში, საბურამოში და დროს სჭირდებათ, რომ თქვათ შემოვიდეთ ქალაქში და თითქმის 1 საათია საჭირო. აი ესეც თუ გაითვალისწინებდა მერია ჩვენს ვთქვათ გულის ტკივილს, რომ დროები გაეზარდათ 10-დან 6 საათამდე იქნებოდა ალბათ უფრო მარტივი ორივე მხარისთვის, როგორც დისტრიბუციისთვის, ასევე რიტეილისთვის.
2024 წლის 1 იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთებში დედაქალაქის კონკრეტულ არეალებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილება აიკრძალა. დილის საათებში გადაადგილების შეზღუდვა გამონაკლისის სახით არ ვრცელდება იმ ბიზნესებზე, რომლებიც მაგალითად ახორციელებენ ტურისტულ საქმიანობას ან მუშაობენ მუნიციპალურ თუ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ასევე გადაადგილება ამავე პერიოდში შეუძლიათ ბეტონგადამზიდ მანქანებს და ნავთობპროდუქტების კომპანიების სატრანსპორტო საშუალებებს. შეზღუდვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში. კანონის მიხედვით დამრღვევ პირზე ჯარიმა 1000 ლარია. განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი. ბანკებმა 11 თვის შედეგით 2 მილიარდ 850 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 400 მილიონის წმინდა მოგება მიიღო საქართველოს ბანკმა. TBC-ის მოგება 1 მილიარდ 100 მილიონი იყო. მომგებიანი ბანკების ხუთეულში შედის ლიბერთი, ბაზის ბანკი და კრედო. ზარალიანი ბანკებს შორის არიან სილკნეტი, ჰეშბანკი, პეისერა და პეიუბანკი. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები 93 მილიარდ ლარს შეადგენდა. მთლიანი ვალდებულებები კი 80 მილიარდია. მომავალ წელს საქართველოში 15 მილიარდი ელექტროენერგიის წარმოებაა ნავარაუდები, რაც წლევანდელ საპროგნოზო მაჩვენებელზე დაახლოებით 6%-ით მეტია. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სიმძლავრის ბალანსის ზრდა ძირითადად ფოსადგურებზე მოდის, საიდანაც თითქმის 4 მილიარდ კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მიღებაა ნავარაუდები. 11.5 მილიარდი კილოვატ-საათია გათვალისწინებული ჰესებზე. მთავრობა ელიც, რომ მომავალ წელს იმპორტი 748 მილიონ კილოვატ-საათი იქნება და მხოლოდ იანვარში. თებერვალში, მარტსა და დეკემბერში გახდება საჭირო. რაც ეხება ექსპორტს, საპროგნოზო ბალანსით 2025 წელს მხოლოდ 674 მილიონ კილოვატ-საათის ელექტროენერგიის ექსპორტია მოსალოდნელი. რუსეთმა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო სანაცვლოდ, მოსკოვმა პირობები დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი ერის, რომ აფხაზეთის საინვესტიციო კანონით ნაკლის ვალდებულებებს შეესრულებს. ეს ეხება კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რუსული ინვესტიციებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და ასე შემდეგ, განაცხადა მარია ზახაროვამ. ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობის მოცულობა 100,000 ტონით 2 მილიონ 600,000 ტონამდე გაიზარდა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით 11 თვეში ნავთობსადენის ჯამში თითქმის 27 მილიონ ტონამდე ნავთობია გადაზიდული. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მსხვილი აქციონერები არიან BP, SOCAR, MOL, Equinor. ნავთობსადენის სათავეს იღებს ბაქოს სანგაჩალის ტერმინალიდან, გადის საქართველოს ტერიტორიაზე 6 მუნიციპალიტეტში და სრულდება ჯეიჰანის საზღვაო პორტთან თურქეთში. ნავთობსადენის სამხრეთ კავკასიის მილსადენის პარალელურად გადის სამხრეთ კავკასიის დერეფანში ნავთობსადენის წარმატებული პროექტების განხორციელებამ აზერბაიჯანული შაჰდენიზის საბადოს გაზის საექსპორტო მარშრუტის მიმართულებაც განსაზღვრა. ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით რეპორტი წერს, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი ჩინეთიდან გაგზავნილი საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა დღეში 4-მდე გაიზრდება, რაც ორჯერ აღემატება არსებულ მაჩვენებელს. ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მონაწილე ქვეყნების საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზის დეპარტამენტთა წარმომადგენლები პეკინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამასთან ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მხარეები ტვირთის ნაკადის თვალთვალისა და მართვის ერთიან პლატფორმა შეიმუშავებენ. თვის დასაწყისში ჩინეთის ქალაქ სიანის ყაზახურ-ჩინური ტერმინალიდან ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის გასწვრივ მიმდინარე წლის დასაწყისიდან მე-300 საავიაბილეო საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. შედარებისთვის გასულ წელს შუა დერეფანზე ტრანზიტით მხოლოდ 11 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა. ევრონიუსი წერს, რომ აზერბაიჯანის მთავრობაში დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. აზერბაიჯანის მთავრობიდან წყარო მტერეარხს უთხრა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს. გამოძიების წინასწარი მონაცემები ადასტურებს, რომ გროზნოს საზზე გაშვებული რუსული რაკეტა ავიაკატასტროფის მიზეზი გახდა. აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა ევრონიუს ექსკლუზიურად დაუდასტურეს ხუთშაბათს, რომ მიწა ჰაერის კლასის რუსული რაკეტა გახდა აქტაუსთან აზერბაიჯანული ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი. იგივე წყაროების ცნობით გროზნოს საზზე რუსული რაკეტის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანული ბორტის პილოტებმა და მგზავრებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. ევრონიუს სამთავრობო წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს. მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა, საგანგებო დაშვებასთან დაკავშირებით და უბრძანეს ფრენა კასპიის ზღვის საზზე ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მიმართულებით გაეგრძელებინათ. არსებული მონაცემების თანახმად თვითმფრინავის GPS ნავიგაციის სისტემა კასპიის ზღვის საზზე ფრენის პერიოდში ჩახშობილი იყო.
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაერთიანების წევრმა 221 კომპანიამ 1-დან 14 დეკემბრის პერიოდში 5.291.604 ლარის სარალი მიიღეს. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესაძლებლად ტურიზმის სფეროში. ნათქვამია გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და დეკემბრის თვის 2 კვირის ჭრილში ჩატარებული გამოკითხვის ანალიტიკურ შედეგებს აზიარებენ. თბილისში მდებარე სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე ტურისტული ჯავშნები აქტიურად უქმდება. ჯავშნების გაუქმება ყველაზე აქტიურად დედაქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროებში ფიქსირდება. როგორც BMG-ს გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო Windham Grand Philly-ში განუცხადეს, დეკემბრის პერიოდში მათი დატვირთულობა დაახლოებით 20%-ია, რაც გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია. მისივე თქმით, დეკემბერი-იანვრის პერიოდზე ყოველდღიურად უქმდება ჯავშნები, რის მიზეზადაც ძირითადად მიმდინარე მოვლენებს ასახელებენ. სამთვის 2025 წლის სეზონს ხვდებით ნული ჯგუფური ჯავშნით. ამის შესახებ სვანეთში მდებარე სასტუმრო ფალიანის მეპატრონემ ეკატერინე გველესიანმა საქმიან დილაში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო უპრეცედენტოდ მძიმე მდგომარეობაშია. გარდა ამისა, სასტუმრო ფალიანის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო წლებში პრობლემაა ისიც, რომ შეცვლილია ტურისტის სეგმენტი და ქვეყანაში დაბალმხარჯვაუნარიანი ტურისტები შემოდიან, რაც მათ ბიზნესზე უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბიზნესი გაქრება. აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნაცბილაძე აცხადებს, რომ კომპანიამ წელს იზარალა და წლის ბოლოსთვის აწყობები სავსეა შაქრის მარაგებით. BMG-სთან საუბრისას მან ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებზე ისაუბრა და განმარტა, რომ წლის შედეგებიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო პრემიებს ვერ გასცემს, რადგან 2024 წელი კომპანიისთვის არასახარბიელო იყო. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იმასაც განმარტავს, რომ შაქრის გაყიდვის პრობლემა ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო ჰქონდათ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სადღაც 20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე. ამის შესახებ BMG-სთან ბიბლუსი ჯგუფის საოპერაციო დირექტორმა სოფო გორდაძემ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ ყოველწლიური საახალწლო ფესტივალიც გააუქმა, რაც კომპანიის საოპერაციო დირექტორის თქმით ზარალია, ვინაიდან დიდი გაყიდვები დაკარგეს. რაც შეეხება 2025 წელს ბიბლუსი ჯგუფის საოპერაციო დირექტორის სამომავლო გეგმების გაჟღერებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მათი განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ კრიზისზე. კომპანია ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს, თუმცა ფილიალების რაოდენობა მაინც მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული. საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები IT ინდუსტრიაზეც აისახება, განსაკუთრებით კი იმ სპეციალისტებზე, რომლებიც მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბების კომპანიებს უწევენ. ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ BMG TV-ს გადაცემა საქმიანი დილას ეთერში ისაუბრა. ასოციაციის ხელმძღვანელი ქვეყანაში საერთაშორისო IT კომპანიების ოპერირებაზე საპროტესტო აქციების გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიმზიდველი პირობებისა, არასტაბილური ბიზნეს გარემო კომპანიებს საქართველოში ჩამოსვლაში აფერხებს. კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 10 თვეში ფინანსთა სამინისტროში ვირტუალური ზონის პირთა რეგისტრაციის შემთხვევები შემცირდა. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიუხედავად დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობის კლებისას, საქართველოს ბიუჯეტში ამ სექტორის კონტრიბუცია ზრდია.